დაუღალავმა ბრძოლამ გამოიღო ის შედეგი, რომ ეხლა უკვე დარეგისტრირებულია და უკვე არანაირი ის აღარ არსებობს ბერკეტი, რომ რა ხელი შეეშალოს ამ პროცესს. ეს არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იმისთვის, რომ რეალურად ახალი პოლიტიკური ძალა შევიდეს ქართულ პოლიტიკის ასპარეზზე და მიიღოს ამორჩევლებისგან ლეგიტიმაცია. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი. თუ კი რამე უკეთესობისკენ წაიყვანს ამ ქვეყანას, არის სწორედ ახალი პოლიტიკური ძალა. იგივე პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამდენი წელია ერთი და იგივე ჯგუფები ბრუნავს და ერთი და იგივე ჯგუფები იცვლებიან და ზოგი ახალი სახელები ერქმევა ზოგს, ზოგი გამოეყოფა იქ სხვა პარტიაში შედის, მაგრამ იგივე სახეებია, ეს ჯგუფები ვერაფერს ვერ შეცვლის და არც შეცვლის და უკვე ყველა ვიცით ისინი ორივე მხარე უკვე იყო ხელისუფლებაში, იყო ნაციონალური მოძრაობაც ნახი გვაქვს, როგორი ხელისუფლება იყო და ესენიც უკვე ამდენი წელია ხელისუფლებაში არიან, ხო? ამიტომ თუ უკეთესობისკენ გვინდა ნაბიჯის გადადგმა, მხოლოდ ახალი პოლიტიკური ძალა მოახერხებს ამას და ეს არის თუ კი რამეა მნიშვნელოვანი და თუ კი რამეს უნდა ყველაზე მეტი ყურადღება მივაქციოთ და ძალისხმევა გავწიოთ, არის სწორედ ეს პოლიტიკურ ასპარეზზე შესვლა ახალი ძალის. სხვა ყველაფერი არის ასევე საქმე, არის ასევე საკეთებელი, მაგრამ ყველაფერი უნდა მიდიოდეს და ტრიალებდეს იმის გარშემო, რომ სწორედ აი ამ პოლიტიკურ ეროვნულ ჯგუფებს უფრო აძლიერებდეს პოლიტიკურ ასპარეზზე. ეგ არის ამოცანა. მაგის გარეშე ჩვენ ვცილდებით ამოცანებს და პირიქით ამოცანების გადაჭრისგან უფრო და უფრო შორს მივდივართ. თუ პოლიტიკაში არ ძლიერდება ეროვნული ფლანგი. თუ ეროვნული ფლანგი ძლიერდება, ეგ ნიშნავს, რომ პოლიტიკური ამოცანების გადაჭრისკენ მივდივართ ახლოს და ნაბიჯებს ვდგავთ. ამიტომ ეს უნიშნულოვანესი პროცესია, რაც კარდინალურად ცვლის ახლა მოცემულობას და ჩვენ სულ სხვა დღის წესრიგი გვაქვს იმ პარტიებისგან განსხვავებით. სულ სხვა ამოცანები გვაქვს და სულ სხვა პრობლემების გადაჭრას ვცდილობთ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის და იმ ანასხლეტების ოპოზიციის სახით. ამიტომ თუ ამაში ჩაერთვება უფრო და უფრო მეტი ადამიანი, ეს არის რეალურად სწორი გზა. აჩვენა ეს ჩემი აზრით ასევე საპარლამენტო არჩევნებში. რაც ამ ქვეყანაში მისაღწევია პირველ რიგში, ერთი ის რომ ქვეყანას უნდა ყავდეს ეროვნული ხელისუფლება, ანუ ეროვნული ინტერესებით მოქმედი, მაგრამ ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ყავდეს ქვეყნის ეროვნულ ხელისუფლებას ყავდეს ასევე ეროვნული ოპოზიცია. კი, ეგ არის პირველადი ამოცანა, არის ის, რომ ოპოზიცია გაჩნდეს ეროვნული და ის, რომ პოლიტიკაში ისმოდეს დაკვეთა, უფრო და უფრო ხმამაღლა ეროვნული დაკვეთები და წონას იძენდეს უფრო და უფრო მეც, ეს არის პირველადი ამოცანა. ხოლო შემდეგი საბოლოო ამოცანა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაც ეროვნული უნდა იყოს. ეგ არის უკვე, ეგ ისეთი ამოცანაა, რომ ეგეც აუცილებლად უნდა გადაიჭრას, უბრალოდ მაგას უფრო მეტი დრო დაჭირდება. მაგრამ, ნაბიჯ საერთოდ ყოველთვის წინ თუ მიდიხარ, ესე იგი, კარგ საქმეს აკეთებ და აუცილებელია, რომ გააგრძელო ასე. რაც შეეხება შემდგომ, ასე ვთქვათ, ამ არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას ჩვენ ხედავთ ახლა, რომ არიან რიგი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ქმნიან იმ განცდას, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას უკვე არ აქვს აზრი, იმიტომ რომ
წინ გასაგებია რა შედეგიც იქნება და ვიცით ახლა ხო ვინ აღღვევებს ამ ყველაფერს. ჩვენ როგორ ვუყურებთ წინამდვილეში რამდენად მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა რომ რა თქმა უნდა არის სისტემა რომელიც ყველაფერს გააკეთებს რომ შედეგი იყოს მხოლოდ მისთვის სასურველი მიუხედავად ამისა აი რატო არის მნიშვნელოვანი ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობა და ბრძოლა სწორედ არჩევნების მეშვეობით. პოლიტიკურ ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელია პარტია, რომელიც იბრძვის ძალაუფლების ხელში აღებისთვის. პარტიის გარეშე ამოცანების გადაჭრა შეუძლებელია. შეიძლება ადამიანებს გონიათ, რომ რაღაცა აქციით გამოსვლა და აი მაგალითად ხელისუფლებისთვის რაღაც საპროტესტო აქციით რაღაცა ცვლილებების და კარდინალურად რაღაც ამოცანების გადაჭრა შესაძლებელია, მაგრამ აქციებს შეუძლიათ მხოლოდ მოკლე ვადიანი მცირე ამოცანების გადაჭრა. აქციას არ შეუძლია ეროვნული ან რაღაც ნაციონალური ან რაღაც რეალურად დიდი ამოცანა, რაც დგას სახელმწიფო ინტერესების ირგვლივ, მასეთი ამოცანების გადაჭრა. აქცია მაგ დანიშნულების არ არის საერთოდ. თუ კი ვიღაცას გონია, რომ აქციით ეგეთი პრობლემები იჭრება, გრძელვადიანი, ის ძალიან ცდება. ესე იგი, არასწორი მოლოდინები აქვს აქციების. აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო. უბრალოდ სხვა ამოცანებს ემსახურება. ამიტომ, როცა ჩვენ ლაპარაკობთ რაღაცა სერიოზული ნაბიჯების გადადგმას, სისტემის გაჯანსაღებაზე, როცა ვლაპარაკობთ ეროვნული ინტერესების გატარებაზე, სახელმწიფოების დონეზე, მაგ ყველაფერს ჭირდება პარტია. ამიტომ ეს არჩევნები ჩვენთვის არის ასეთი მოცემულობა, რომ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი პოლიტიკური ეს ბრძოლა გადავიდეს უკვე სხვა ეტაპზე, შემდეგ ეტაპზე, რომელიც ნაკლებად მოხერხებადი იქნება რეპრესიების ის ფორმები გამოიყენონ, რასაც მანამდე იყენებდნენ, ნაკლებად მოხერხებადი იქნება შემოტევის ის ფორმები გამოიყენონ და ნაკლებად იგნორირებას შეძლებენ ზოგადად. ამიტომ ეს არის ჩვენ ამას ასე უყურებთ, რომ ეს არჩევნებში მონაწილეობა გვაძლევს ეროვნულ ძალებს საშუალებას, რომ უფრო მეტად გათვალისწინებული გახდეს საქართველოს პოლიტიკაში ეროვნული ინტერესები. რაც ეროვნულ ძალებს აწუხებთ, ეგ საკითხები უფრო აქტუალური რო გავხადოთ და უფრო ხმამაღლა რო ისმოდეს ჩვენი ხმა ოპოზიციის ფუნქცია რაც არის, რო ატარებდეს ეროვნული ფლანგის ინტერესებს, აი მაგ გადმოსახედიდან უყურებთ ჩვენ ამ პროცესებს. ამიტომ ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, წინა არჩევნებიც მნიშვნელოვანი იყო და ეს არჩევნებიც მნიშვნელოვანია და ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. ჩვენ ჯერ არ გქონდა საპარლამენტო არჩევნებში მიღებული მონაწილეობა, როცა ვიძახდით, რომ ჩვენი ეს ეროვნული გუნდი უნდა გავიყვანოთ თვითმმართველობის არჩევნებში. ამიტომ ამას ჩვენ უყურებთ სხვანაირად, განსხვავებულად ქართული ოცნებისგან და განსხვავებულად იგივე იმ ოპოზიციისგან. მათ სულ სხვა ამოცანები აქვთ და ისინი სულ სხვა გადმოსახედიდან უყურებენ. ისინი უყურებენ ამ ყველაფერს როგორც ვიწრო პარტიულ ინტერესს და ვიწრო რაღაცა ადამიანების ჯგუფების წარმატების საკითხი. გრანტი მიიღოს რაღაცას. მაგ კუთხით უყურებენ, ფინანსური და რაღაც პარტიული ინტერესებით უყურებენ. ჩვენ ამ საკითხს უყურებთ, რომ ეს მოგცემს საშუალებას რა მდგომარეობაშიც ეროვნული ძალები არიან დღეს, რომ აი სრულიად იგნორირებული, რეპრესირებული და გაუთვალისწინებელი ყველანაირად
ცდილობაა სისტემის, რომ არ იყოს გათვალისწინებული ეროვნული საკითხები, ამ ყველაფრის უფრო აქტუალიზება მოხდება ამ არჩევნებით. თავარია, ხალხი უნდა დაგვიდგეს არჩევნებზე და ის შეცდომა აღარ უნდა დაუშვას, როგორც რომ არჩევნებს არ მიანიჭოს მნიშვნელობა. მე იმის თქმა მინდა, რომ ეროვნული ფლანგი ამ არჩევნებს უნდა მიუდგეს სულ სხვა განმოსახედიდან და უნდა მიანიჭოს დიდი მნიშვნელობა სხვა პარტიების ამორჩევლისგან განსხვავებით. ზოგადად მე მგონი დღეს არ მჯერა ვინმე ვერ ხვდებოდეს რომ არჩევნებს მნიშვნელობა აქვს და მათ შორის თითოეული ამორჩევლის, იმიტომ რომ რავი ხა ადამიანები თუ მიაქცევენ ყურადღებას როგორ აქტიურდებიან პოლიტიკოსები საარჩევნოდ და როგორ კარდაკარ იწყებენ სიარულს და ხვეწნას და ადამიანების რა ვთქვათ გამარებულ მობილიზაციას თითოეულ ხმას რომ მნიშვნელობა არ კონდეს რა თქმა უნდა არავინ არ შეიწუხებს თავს რომ ესეთი შრომა გასწიოს ხო მათ შორის ეს მოსყიდვა იქნება თუ დაშინება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმიტომ კეთდება რომ თითოეული ამორჩევლის ხმა არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ბოლო არჩევნებმა კარგად აჩვენა, რომ ეროვნული განწყობების მქონე საზოგადოება, რაც უმრავლესობას წარმოადგენს, არის სინამდვილეში გადამწყვეტი სიტყვის მთქმელი და ხელისუფლებამ პირდაპირ ესე ვიტყვი, რომ ნადირობა მაგითო დაიწყო და მათ შორის ხალხის შეცდომაში შეყვანა, რომ გაკონსერვატორდა თურმე ოცნება, რომ ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის სეგმენტი გახდა უკვე. ამ შემთხვევაში საზოგადოებამ რა პრინციპით, რა კრიტერიუმით უნდა გააკეთოს არჩევანი, რომ არ მოტყუდეს, რომ შეცდომა არ განმეორდეს. იმიტომ რომ ბევრმა მართლა დაიჯერა ეხლა, რომ კაი, მოდი რადგან გააკონსერვატორდა, გაეროვნულდა ეს ხელისუფლება, კი ქონდა წარსულში რაღაცა ცუდი რაღაცებია გაკეთებული, მაგრამ ახლა თუ გამოსწორდა მოდი ბარემ დაუჭიროთ მხარი და ბევრს მოუვიდა ეს შეცდომა. იგივე რო არ განმეორდეს, რა უნდა იყოს ახლა კრიტერიუმი მათთვის. ჩემი აზრით, თავარი გადამწყვეტი მიზეზი, რატომაც ხალხის შეცდომაში შედის და ამ არჩევნებზეც იქნება ქართული ოცნების მხრიდან მაგის ცდელობა, არის ის, რომ წინა საარჩევნოდ ხდება ემოციებზე თამაში და ხდება რაღაცა საკითხების წინ წამოწევა ხელოვნურად. ეგრე ხდება ხოლმე. და რა უნდა გავითვალისწინოთ მნიშვნელოვანი ამ არჩევნებისთვის. ამ არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ რაც ნამდვილად საფრთხეები იყო, ის საფრთხეები არის გადავლილი. რაც რეალური საფრთხის წინაშე, რა საფრთხის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა, ის რომ საქართველოს შეიძლება ომში ჩაერთოთ. ის რომ საქართველოში შეიძლება ძალადობრივი გადატრიალება მომხდარიყო და სათავეში მოსულიყვნენ ომის მომხრე ძალები, ხო? ეგ საფრთხეები არის გადავლილი. ეგ საფრთხეები აღარ არის აქტუალური ამ არჩევნებზე. და ეგ არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამომრჩეველმა გაითვალისწინოს რამდენად დიდია საფრთხე, რომ მაგის აქტუალიზაცია მოახდინოს. ჩემი აზრით ამ ეტაპზე არ არის გეთანხმება. ჩემი აზრით აქტუალიზებას აუცილებლად მოახდინოს. ჩემი აზრით იქნება ოცნების მხრიდან გადადგმული ისეთი ნაბიჯები, რომლებიც გამოიწვევს რაღაცა საპროტესტო ტალღას ოპოზიციის მხრიდან და რომელიც შექმნის ისეთ განწყობას თითქოს ნაცები ბრუნდებია. ანუ მაგ სურათს შექმნის, მაგრამ ეხა ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს ის, რომ ამ არჩევნებზე ის საფრთხეები, რომლებიც იდგა საპარლამენტო არჩევნების დროს, ის საფრთხეები აღარ დგას და ეხა თუ ხელოვნურად რაღაცა უბრალოდ პიარისთვის და განწყობებზე თამაშისთვის რაღაცა ნაბიჯები გადადგა ქართულმა ოცნებამ, ეგ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეგ არის უბრალოდ საარჩევნო კამპანია და საარჩევნო პერიოდზე გათვლილი
ემოციებზე თამაში. ეხლა რეალობა არის ის, რომ საქართველოს ომში ჩართვა აღარ ემუქრება, იმიტომ რომ ამერიკაში მოვიდა სხვა პრეზიდენტი, რომელიც უკრაინას აღარ ეხმარება, ისე აღარ არის ჩართული მაგ პროცესში და არ უბიძგებს საერთოდ არც საქართველოს ომისკენ. მაშინდელი ადმინისტრაციისგან განსხვავებით. ამიტომ ეგ საფრთხე მაგ კუთხით მოხსნილია. ის ფაქტი, რომ საქართველოში ოპოზიცია ძალიან დასუსტებულია და ოპოზიციას ქვეყნის შიგნით ძალა არ აქვს, მაგის დემონსტრირება სრულიად მოხდა. ოპოზიციამ მთელი თავისი რესურსი გამოიყენა, ყველაფერი რაც შეეძლო გააკეთა, მაგრამ მაგის მიუხედავად საკმაოდ იმედგაცრუებულია მათი მხარდამჭერები, ხო? ასე რომ ეს ამ არჩევნებზე მთავარი არგუმენტი, რატომ ოპოზიციამ შეიძლება არ მიიღოს მონაწილეობა, სწორედ ის არის, რომ მათ ასევე იმისაც ეშინიათ, რომ მათი მხარდაჭერაც დავარდნილია და იმედგაცრუებულია ამ მომრჩეველი, ამიტომ საერთოდ მოგების იმედიც აღარ აქვს.